ჭონქაძეზე მოვედით ნიკა მელიასთან შესახვედრად, რატომ ვართ აქ? ამას ჩვენი რესპონდენტი თავად გვეტყვის. გამარჯობა ნიკა, მადლობა რომ ხარ ჩვენი სტუმარი. პირიქით, მადლობა თქვენ. რატომ ვართ დღეს აქ და სად მივდივართ? ნუ აქ ვარ იქ, სადაც ვიყავი დაახლოებით 35-36 წელი. აქ დავიბადე, გავიზარდე და თუ ამე არის ჩემთვის ამ ქალაქში მშობლიური არის აი ეს სახლი, ეს ეზო. ანუ ეს არის ეზო, სადაც თქვენ გაიზარდეთ და ეს მეზობლები, ხალბატონი. მოგესალმებით, გამარჯობა. რა ვახართ? დოდოდეიდა, როგორ ახართ? ანამიშას ვარ პასტარიკოს. ენაცვალეთ. მადლობა, დიდი მადლობა. აი აქ გავიზარდე, აქ თამაშობდი, აქ დავეცი, ფეხი მომტყდა ხელი. აი მთელი ჩემი ბავშვობა ასოცირდება ჭონქაძის ქუჩასთან. საკმაოდ ისტორიული ეზოა სხვათა შორის და ეს არის სახლი, რომელიც მართლაც გამორჩეულია მთელ თბილისში. დაახლოებით 1911-ში თუ 15-ში ზუსტად არ მახსოვს აშენდა და მეპატრონე იყო მაშინდელი სტანდარტით ძალიან მდიდარი ადამიანი. ჩათვალეთ, მაშინდელი ბიძინა ივანიშვილის აშენებული არის. მაშინდელი ბიძინა ივანიშვილის აშენებული არის, თამბაქოს კომერსანტი იყო, თამბაქოს ფაბრიკა ჰქონდა ბოზარჯანსი. რომელმაც არ დაიშურა მართა არანაირი თანხა სახსრები და ყველა მასალა რითი აშენდა ეს სახლი ჩამოვიტანა ან პარიზიდან ან ჩამოვიტანა ვენეციიდან. აქვს აი ბროლის შუშები, ყველა სახლის, ყველა ბინის ფანჯარა არის ქუჩათა ბროლის. მაგალითად მესამე სართულზე ჭერი არის 8 მეტრი. გამოგიდგენიათ? დათათუთაშხიას ეპიზოდი აქ გადაღებული არის თქვენ წარმოვიდგინეთ საბჭოთა ფილმი ცნობილი შტირლიცის ეპიზოდი და ბევრი ქართული ფილმია აქ აღებული. როგორ ახარ, დამაბიძია? კი, ამერან ჩიკვილაძე. მის თვალწინ კი არ გავიზარდე, მის ხელში გავიზარდე. ბატონო ნიკა, სამაჯურს როგორ შეეჩვიეთ? ბატონო, შევეჩვიე იმდენად რამდენადაც ნუ დრომ თავის იქნა რაღაცა მგონია რომ უბრალოდ აქსესუარია. აი მგონია რომ ნუ საათის ნაცვლად მიკეთია ტრენდულ საათს გავს. ხო ნუ თუ არ გეცოდინებათ რომ ეს არის ის რაც არის, გეგონებათ რომ ძალიან ისეთი ფოში საათია, არ მიქრით დისკომფორტს. უბრალოდ რატომ მიკეთია ვერ გავიგე ხახნო. ამას არ აქვს GPS-ი. ან წესი და რიგით არის სამაჯურები, რომელსაც აქვს GPS-ი, რაც ნიშნავს რომ გაკონტროლებენ. ანუ არიციან ახლა სად ხარ? ანუ ეხლა მაგალითად ბატონ როგავასთან ერთად რო ვარ, არიციან ამის და მიხედვით. მაშინ რატომ გიკეთიათ ფუნქცია? არ ვიცი, უბრალოდ მაშინ ჩათვალისო დამცირება არ ხონდა სხვანაირი სამაჯური. არ მუშაობს. წესი და რიგით ეხლა მართვის პულტთან ვიღაცა ხო ზის იქ პრობაციის ეროვნულ სააგენტოში. და უნდა აკონტროლებდეს მელიას გადაადგილებას. GPS-ი არა აქვს. სახლში დამენდგეს აპარატი და მხოლოდ ფიქსირდება რა. სახლიდან გასვლა. რო შევალ, იციან რომ სახლში ვარ და სახლიდან რო გამოვდივარ, იციან რომ გამოვედი. სადა ვარ, საჯანდაბაში ვარ, აფერიციან. თქვენი შემდეგი ლოკაცია სად არის? სად აპირებთ წასვლას? არჩევნები მოდის და საინტერესოა თქვენი სამაჯური სად დაფიქსირდება. თქვენ მაჟორიტარად განიხილავთ თუ არა თავს? მეცით რა, შეუძლებელი არის უბრალოდ არაბუნებრივი იქნება ახლა მე რო გითხრათ რომ მაჟორიტარულ ოლქში ბრძოლას არ ვაპირებ, იმიტომ რომ საერთო ბრძოლას ესჭირდება რომ ყველა პოლიტიკური შეიძლება გიხილოთ მშობლიურ ზუგდიდში? ჩვენს მშობლიურ ზუგდიდში. კიდევ გეუბნებით, მე მაგალითად ეხა ამ უბანში, ამ სახლში დავიბადე და გავიზარდე და ჩემთვის დილემა არის, არ ვიცი სად ზუგდიდს უფრო ჭირდებით თუ არა? რას დაუკავშირო ჩემი უახლოესი პოლიტიკური მომავალი ქალაქ ზუგდიდს, თბილისს, იმ რაიონს, სადაც მე დავიბადე გავიზარდე, უკვე ვეღარ დაუკავშირო სამგორი და გლდანი. სამგორი და გლდანი, თორე მე პირადად მერჩივნა მეკითხებიან რატო სამგორი და რატო გლდანი, მაგალითად თაწმინდა წანიში ბევრად კომფორტულად ვიგრძნობდი. 2014 წელს მაგალითად თაწმინდაზე ავიღე 37%, ხო? მაშინ როდესაც სხვა თბილისის რაიონებში 23. ანუ ეს უფრო მშობლიურია ჩემი მეგობრები, კლასელები, ანუ აქ თუ ვინმეს ვიცნობ ქალაქში აქ შეიძლება სამგორი და გლდანიც განიხილოთ?
რა თქმა უნდა, ან თბილისი იქნება, ან ზუგდიდი. 8 საარჩევნო ოლქია თბილისში, მხოლოდ 2-ში გეყოლებათ თქვენი კანდიდატი, 6 დათმეთ. ამას წინ უძღოდა თქვენივე გუნდის წევრების მხრიდან ის განცხადებები, რომელმაც გარკვეული უთანხმოება გამოიწვია ოპოზიციაში თქვენს, რომ იყო ნიშნები თითქოს ნაციონალური მოძრაობა აპირებდა წინასწარი შეთანხმების დარღვევას. მე წინა ძალიან ადამიანთ, იმიტომ რამდენიმე ადამიანისგან პოლიტიკური კონკურენტები ალბათ, რომლებთანაც ერთად ეხავ თანამშრომლობთ ოლიგარქის წინააღმდეგ, ხვალდაზე ჩვენ ვიქნებით კონკურენტები. ამის საფუძველი არ ქონიათ მათ. არ ქონიათ, ეხა ეჭვი შეიძლება მიიტანო ყველაფერზე. მაგრამ როდესაც დობა გაქვს კონკრეტული ადამიანის მიმართ, ვინც მოლაპარაკებაშია ჩართული, კი უნდა ქონდეს დობა ბოლომდე, იმიტომ რომ ეს ადამიანი გეუბნება, რომ არაფერი მსგავსი არ უქადის ამ პროცესს. დავინახე სერიოზული რისკი, იცით ისი, რომ ვერ შედგეს სრული ერთობა დედაქალაქში თავ პოლიტიკურ ცენტრში, ანუ ის რაც გვინდა. ამიტომ ჩემის აზრით ჩვენ ახალი შესაძლებლობები გავაჩინეთ და გავზარდეთ შანსები 1-2-რად იმისათვის, რომ სრული ერთობა შედგეს და მთავარი პოლიტიკური ცენტრი დედაქალაქი თბილისი 20 ივნისისთვის წარდგეს კონკრეტულ 20 ივნისს 8 კონკრეტულარიანი მაჟორიტარული კანდიდატით ოპოზიციური პლატფორმით. ეხლა მინდა რომ იყოს ბატონი ელისაშვილი, ბატონი ლელო, მე პირადად ზუსტად ამაზე მინდა კითხოთ, ამ დარჩენილ 6 ადგილს თქვენ სამართლიანად როგორ მიგაჩნიათ დარჩენილი 6 ადგილის გადანაწილება? ბერძენიშვილის ფორმულა ვნახეთ. არჩევანი უნდა გაკეთდეს იმ კანდიდატებზე, რომლებიც არიან კონკრეტულარიანები. ვინ არიან? არ მინდა პერსონების ზონები, არიან, მეც ხედავ რა თქმა უნდა. აი ბერძენიშვილის ფორმულა უკვე არსებობს, თქვენ ეთანხმებით მას? შესაძლებელია სხვასაც ხოვდეს სურვილი ან ჩემო ბატონო კიდევ დამატებით გამჩნდნენ. არ მინდა ის დაჯერება, რომ ვერ შეთანხმდებიან ოპოზიციური პარტიები. ვინაიდან ჩვენ ანგარიშვალდებულები ვართ ხალხთან, ხალხი მოველის ამას მინიმუმ თბილისში უნდა შევთანხმდეთ. რამდენად იქნება ეს ერთობა, ცოტა კითხვის ნიშნები გაჩნდა მიმართულებით. მაგალითად გიგა ბოკერიას კითხეს ჟურნალისტებმა, რამდენად ფიქრობს ის, რომ ნაციონალური მოძრაობა ამ დაპირებას, რომ მხოლოდ 2 მაჟორიტარს წარადგენს თბილისში შეასრულებს და გიგა ბოკერიას პასუხი არ იყო ძალიან მკაფიო, მათ იმედი გამოთქვა, რომ ასეთი ბუნდოვანი პასუხები კითხები რა გითხრათ ეხა როგორი არ ვიცი, ჩემი გიგა ბოკერია არის კონკურენტი ჩვენი. ანუ ის თulis ასე. მე სხვა პოლიტიკას ვაკეთებ, ვიდრე მაგალითად ის და ის ფიქრობს, რომ სხვა პოლიტიკას აკეთებს სხვანაირად, ვიდრე მე. არაფერი ჩვენ საერთო გარდა იმისა ახლა, ვიდრე ოლიგარქი არის მოსაშორებელი ამ ქვეყნის მართვის ადამიანს არ გვაქვს. არაფერი გვაქვს გეუბნებით და ნუ აღდგომა და ყვალე ნახავთ ხო? ჩვენი არჩევანი გავაკეთეთ გეუბნებით. გავუხსენით გზა შესაძლებლობების იგივე ბატონს, ვისაც მესაუბრებით, ვისაც მოწონს ნიკამელია მოვა და ნიკამელიას ვისაც ხმას, ვისაც მოწონს მამუკა ხარაძე, ვისაც მამუკა ხაზარაძეს, ვისაც მოწონს ალიკო ელისაშვილი, და ასე შემდეგ. ნამდვილად ეხა თუმცა ღია დაპირისპირება გამოჩნდა, მე არ მომერიდებ ამ სიტყვის თქმის, ეს იყო დაპირისპირება გარკვეულ ვითარებაში, ძალიან მკაფიო და ხისტი განცხადებები, თუნდაც გიორგი ვაშაძის მიმართებით. მოდით ამ საკითხზეც ოდნავ დრო ძალიან ცოტა გვაქვს და საქართველოს მიმართ არც ერთი ხისტი განცხადება კი არა, თამდრული იყო ყოველჩემ განცხადებაში და ახალც ვარ. იმიტომ მიმაჩნია რომ ჩვენ ყველანი ერთად, მათთან ერთად, ლებურისთან ერთად, ლელოსთან ერთად, არ ვიცი ვინც კი ვართ, ელისაშვილის პარტიასთან ერთად და ბევრი სხვა გირჩი და ასე ლებურის ვართ ისტორიის სწორ მხარეს, ხახტო. შეუძლებელია 2020 წელს სიცხვილე ევროპის კონტინენტზე ყავდეს ოლიგარქი მართულად, ესა მოვიშორე. საკმაოდ ღია ტექსტებით იყო საუბარი, საჯარო განცხადებები თქვენი კოალიციის ძალა ერთობაშიას წევრების მხრიდან, როცა თაკო ჩარკვიანმა გაანაცხადა, რომ მისი ინიციატივა თქვენმა კოალიციამ დაუჭიროს მომავალი პრემიერ-მინისტრობის პოსტზე მხარი გიორგი ვაშაძის თანამდებობას. ამას უკმაყოფილება მოყვა თქვენ მხრიდან, თქვით რომ უნდობლობას უცხადებთ. ჩემთან სტუმრობისას გიორგი ბარამიძემ დღის კურიერში თქვა, რომ მას არ შეერა, რომ ეს იყო მხოლოდ თაკო ჩარკვიანის ინიციატივა და ეს იყო შეთანხმებული ქმედება გიორგი ვაშაძის. ანუ თქვენ ზურგს უკან მოქმედებდნენ ისინი. ამას დასამალი. რა თქმა უნდა, ჩვენ არ აღვიქვით ისე, რომ ეს იყო მხოლოდ ერთი ადამიანის კერძო უფლება, რომელიც აბსოლუტურად სუვერენული და ყველას აქვს ამის უფლება, ყველას. უბრალოდ, როდესაც პოლიტიკური პარტნიორები ვართ, ხომ? და დიდ როლს თამაშობ შენ ამ ერთობაში. და ცოტა პატარა როსაც თამაშობდი, ხო, ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როდესაც ტელევიზორიდან იგებ და კამპანია ჩაღდება, ეს როგორც მინიმუმ არის ჩემს აზრით და პოლიტიკურად არაკორექტული, რაც მოხდა, მე მინდა რომ წერტილი დავუსვა
ამ ყველაფერს, იმიტომ რომ არ გძნობ თავს კომფორტულად პირდაპირ გეუბნებით, ვისაუბრო ეხლა ნეგატიურ კონტექსტში მიძნელდება ეხლა ერთი ხელის მოსმით ადამიანზე აუგის თქმა ან კრიტიკა და ეს არის ფაქტია რომ უთანხმოება არის, უმგებლობა არის თქვენს კოალიციაში. ღია თქვა ეს ჩემი დასკვნა არ არის. დავუშვით ჩვენ ამაზე მე პირადად არ ვაპირებ საჯარო საუბარს. მას სურს პრემიერ-მინისტრობა როგორც თქვენი პოლიტიკური ძალის ლიდერები ყველაფერი სურს ყოველთვის, რაც ნორმალურია, რაც კი არჩევნების გზით თამაშდება, გიორგის ყოველთვის უნდა. ეს არის ნორმალური. მერობის არჩევნებია, მერობა უნდა, პარტიაში რამე არჩევნები იყო, ნორმალურია ეს ამბავი, პარტია ასპარეზობს პოლიტიკაში. უნდა. რა სისტემაში ვიქნებით ეხლა ოპოზიციაში სანამ ვართ, ამას დავსვდებით და გავისაუბრებთ, მაგრამ მე ჯერა რომ გავაკეთებთ იმ საქმეს, რა საქმესაც ვაკეთებდით და გაუგებრობა რაც მოხდა, იმას ჩავაბარებთ წარსულში. სხვათა შორის ძალიან გახდით, ყველა აღნიშნავს და მაშინ როცა თვითიზოლაციის და ასე ვთქვათ კარანტინის შემდეგ ყველა გასუხებული დაბრუნდა პოლიტიკაში, თქვენ გახდით, რა არის ამის მიზეზი? გრძელი ისტორია, ომი მქონდა საკუთარ თავთან გამოცხადებული. ესე იგი, სახლში ხო ვიყავი, გამოკეტილი აქედან გეუბნებით, ბელინსკის ქუჩაზე, ბელინსკის ხოშტარის ქუჩაზე, მანქანების მოძრაობაც აკრძალულია. ველოსიპედით ძალიან ბევრი ვივარჯიშე და ძალიან ბევრი ვირბინე. სახლიდან გამოვდიოდი და მარშრუტებს ვსვიდი. ხან საბურთალოზე გავიქცეოდი, ხან არ ვიცი პირიქით ორთაჭალისკენ, საბურთალოდან გდანსის კი გავსულ ვარ, ხან ძუნძულით, ხან ველოსიპედით. ამას ვაკეთებდი ყოველდღიურად. შედეგად ხო რაღაცა 23-24 კილო გავაქრე. რეალურად რაც არ უნდა დაკავებული იყო პოლიტიკაში, ჟურნალისტი, მედიცინის სფეროში ექიმი, საკუთარ თავს მინიმუმ კვირაში 5 საათი უნდა დაუთმოს სპორტში. აი დავცინოთ ასეთ ხალხს, ვინც დადიოდა. აი სწრაფი ნაბიჯები დავდიოდი. თბილად ჩავიცო და სწრაფი ნაბიჯები დავდიოდი. ნაუშნიკებს გავიკეთებდი საყურეებს, ეძახით ხო? გავიკეთე ყურსასმენებს საყურები რატო? ყურსასმენებს გავიკეთებდი და წინა დღის რაღაცა სხვადასხვა ეთერებს ვუსმენდი, მარშრუტებს ვსვიდი და ეს იყო და ეს. ბატონიკა, აქ ეზოში აღმოვაჩინე და იყენებდით ამებს ბავშვობაში? იყენებ, ვიცი ეს გამიძლებს რომ ხილად იყავით. ხო, მაგრამ აგიძლებთ, არა მგონი, არა. ის არის. ხილად. წონა ცოტა ვერა? პატარა იღლის ქვეშ ვერ ვი. არა. აბა ბავშვებს ხოლოთ რა. აბა შენ. მე შემილია. მე ვიცი ძალიან რა. აბა გვანახეთ. მიდი. რო გაიზდები მე რუსთავი 2-ის არქივში იქნები. ფიზიკურად მზადყოფნა დაგჭირდებათ თუ არა აქციებისთვის. შესაძლოა თუ არა მომავალში ეს პოლიტიკური პროცესები ისევ ქუჩაში გადავიდეს. რა შემთხვევაში გადავა? აუ ჯან ახლა ვერც ერთი რა არის ის წითელი წერტილი, წითელი ხაზი, რომელსაც თქვენ ახლა თუ გააყალბა ამ გაყალბებას არავინ არ გადაყალბობს, ხო? და პირველ რიგში ამ ტიპის სახელმწიფოებში ლეგიტიმაციას ასევე დიდწილად იძლევა საერთაშორისო ორგანიზაციები და სტატიკური პარტნიორები. თუ შევხედეთ რომ კამპანიას ვერ ატარებ, თუ შევხედეთ რომ ახლა ჩვენი შეზღუდვები გვაქვს დაწესებული, ბუნებრივია ახლა არჩევნების ჩატარება არ ჩატარება, სერიოზული მსჯელობის საგანი გახდება, მაგრამ იქამდე არ მიიყვანს ხალხი საკუთარ ასე ვთქვათ ბედს. ბიზნესში რა თქმა უნდა ენდომება თუ კი დაწმუნდება საბოლოოდ რომ თეორიული შანსიც აღარ აქვს, რაღაცა ფოკუსი ჩაგვიტაროს, მაგრამ მოლდოვის ოლიგარქი პლახატნიუკი არის ნათელი მაგალითი, რომლისგანაც არაფერი აღარ დარჩა. და ერთ დღეში კაცი გახადეს პრაქტიკულად ისეთივე ღარიბი, როგორიც არის ამ ქვეყანაში მაცხოვრებელი აბსოლუტური უმრავლესობა. სანქციები დაუწესეს, დამთავრდა ხელისუფლება დაკარგა და ასე შემდეგ. ძალიან მალე ერთი წელი გავა 20 ივნისის მოვლენების შემდეგ და ამ დრომდე ბევრი ადამიანი ელოდება დაზარალებული სტატუსს. 20 ივნისამდე უნდა წარადგინოთ მაჟორიტარი დეპუტატები. ხომ არ უკავშირდება ეს თარიღები ერთმანეთს სიმბოლურად? არ არის დასავლეთ არ დაუმალავს ძალიან ბევრს. სიცხვილეა ახალგაზრდების სურვილი არის, რომ თბილისში მაჟორიტარები შეთანხმების შემთხვევაში ერთობის შემთხვევაში, სრული ერთობის შემთხვევაში, იქნეს წარდგენილი 20 ივნისს. მნიშვნელოვანი განაცხადი იქნება ჩემის აზრით, ანუ თბილისმა გაიგოს ვინ იბრძოლებს მათი უკეთესი ხვალინდელი დღისთვის თბილისში 2020 წლის ოქტომბერში
და 20 ივნის ჩემის აზრით ამისი შანსი არსებობს. ამ შანსს სჭირდება გამოყენება და რამდენადაც გამოვიყენებთ ნახავთ. 20 ივნისი შევიდა საქართველოს ისტორიაში ხალხო. დღესაც აი მე მივხვდი რამ აღელვა ათასობით ადამიანი 20 ივნისს. განსაკუთრებით აი რუსული ენა, როგორც რუსული პოლიტიკური ენით საუბარმა, მე პირველი კადრი რომ ნახე სხვადასხვის თუ არ ვცდები თეონა ცხომელიძეს, თქვენს კოლეგას ედო, ტელეფონით გადაღებული ფირი, ოდესაც გავრილოვი ის და სამოზეშა საუბრობდა Facebook-ზე ატვირთა და აი ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ და უამრავ ადამიანს ნახა, ხალხი გედო აი გამოვარდა ქუჩაში და მე ტელევიზორზე ხვალჩები გაჩვენეს. ამიტომ ჩვეულებრივ ეს იყო სიამაყის ამოძახილი, სიამაყის ასე თქვა ძალამ გამოიყვანა ეროვნულმა სუვერენიტეტის დაცვის სურვილმა გამოიყვანა ქართველები გარეთ და დაინახა ხო ბიძინა ივანიშვილმა რა დაემართა ხო დაინახა არაორგანიზებულად გამოვიდა ზღვა ხალხი და პატრონიკას ეგონა რომ იყო ორგანიზებული და შიშით ეგონა რომ ოპოზიცია იყო გეგმით ეგონა რომ ხალხი მოყვანილი იყო ოპოზიციის და შტორმით აღებას ვაპირებდით პარლამენტის და შიშით გესროლა. მე მგონი უნდა დავასრულოთ ინტერვიუ ძალიან ცოტა დრო გვაქვს ჩვენ ნიკა მელიასთან ერთად შევწერეთ ინტერვიუ მადლობა და თონქაძის ქუჩაზე მის ეზოში სადაც ის გაიზარდა და ვისაუბრეთ აქტუალურ თემებზე მადლობა რომ იყავით ჩვენს პირიქით მადლობა თქვენ